გამარჯობათ. ეხლა ვიმყოფებით მუშა პროცესში, უკვე ვართ იმ ეტაპზე მისული, რომ კარებები მოვარგოთ სამზარეულოს და დღეს მე გაჩვენებთ აი ამ პროცესის მოკლე ანალიზს და აგიხსნით, როგორ ხდება ეს ყველაფერი. დავიწყოთ. რა უკვე კარგი ხანია დაწყებული გვაქვს, მაგრამ გავაგზავნოთ. ესენი არის ტრიდერეგულირების პეტლები, რომლებიც აი ასე მარტივად სკაფზე ჯდება. არის რბილი და ხურვის და ასევე გააჩნია ექსპლუატაციის მაღალი ვადა. კერძოდ გეტყვით, არც იტალიური არ არის ამ შემთხვევაში და არც ბლუმის არ არის. არის თურქული პეტლი, მაგრამ საკმაოდ მაღალი ხარისხის. ეს არის გამწოვის უჯრედი. სამოციანი კარით. აქ გვაქვს ჩაყენებული გამომგდები მექანიზმი. აი ეს ვაჩვენოთ. იმის გამო, რომ გამწოვი რო დგას, ამას ფიზიკურად ქვევიდან ვერ გამოვაღებთ და აი აქ გვაქვს 45 გრადუსში ჩაფრეზილი ეს, იმიტომ რომ აი ეს მარტივად ხელი მოვკიდოთ და გამოვაყოთ. ახლა შემდეგ. გავითვალისწინოთ. ეს ვიდეო არის დაუმონტაჟებელი, აუჩქარებელი ვიდეო და რაც ეხლა კეთდება რეალურ დროში. Так, მაღლა კარებები მორჩენილია. დაყენებულია, გადავდივართ დაბლა კარებების მონტაჟზე. ოკეი. გავჩერდები ცოტა ხანი და გეტყვით. ბევრი ადამიანი ადევნებს ჩემ ვიდეოს თვალს და ძალიან გულენწვდება, რომ გამომწერებში არ აისახება ეს ყველაფერი და გადადით, გამოიწერეთ, გააქტიუროთ ზარისღილაკი, ეს იქნება ჩემი თხოვნა. და ბევრი საინტერესო ვიდეო შეგხვდებათ. ეს უკვე გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. გამწოვის კი არა და ეს არის კარები. ეს არის ეგრეთ წოდებული შემსვლელი კარადა ამ შემთხვევაში. ხო და აქ უკვე დგება სხვა ფუნქციონალის პეტლი. ამას ერთგვარად იძახიან სწორზე პეტლს. ასევე გვაქვს რბილი და ხურის სალასკები. აუცილებლად უნდა რომ ჩავსვათ უჯრას. უნდა გამოვაღოთ და შევსვათ, რომ დავწუნდეთ. უჯრა რომ კარგად მუშაობს. გასათვალისწინებელია, რომ კარებებს შორის ზაზორები უნდა იყოს დაცული სადღაც 3-4 მილიმეტრი. აქ უკვე ზედაპირი დადგება და ზედაპირთან დაცილება უნდა იყოს, რომ ხელი ადვილად მოეკიდოს და უჯრებს შორისაც, რა თქმა უნდა, ადგილი სჭირდება, რომ გაივას. და დაგვრჩა საცხობი. ეხლა ეს ადგილიც ვაჩვენოთ. იმის გამო, რომ საცხობი კარების ზაზორთან სისწორეში მოვიდეს, აი ამ ჭრილის გაკეთება არის ხოლმე საჭირო. რომ ამას რო ჩავსვათ, ეს არ იყოს მაღლა და
ასევე რა შემიძლია გითხრათ? აქეთან ეს წინა ვიდეოში ახსენე აბლიცოკებში ზის რა თქმა უნდა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველაფერი ისე გამოვიდეს, რომ არ ჩურუპი შეეთყოს არაფერი. აქეთ გვაქვს გამოყენებული შირმის ვარიანტი, ასე ეძახიან. ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ ხის ფერში. მე ვფიქრობ საკმაოდ ლამაზი, აქ ჩადგება მაცივარი და დარჩენილია ზედაპირი. ვფიქრობ ზედაპირიც ხის ფერში მოუხდება რა თქმა უნდა. სულ ეს იყო დღეისათვის. მსგავს ვიდეოებს შემოგთავაზებთ. მადლობა ყურადღებისთვის. თუ აქამდე მოხვედი, ყოჩახ.